მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? დღეს ძალიან საინტერესო თემით მოვედი და ეს თემა არ იქნება საინფორმაციო და საინტერესო მხოლოდ იმათთვის, ვინც ცხოვრობს საბერძნეთში, ან ვინც არის დაინტერესებული ბერძნული ენით, არამედ იქნება საინტერესო ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს საბერძნეთი, ვისაც აინტერესებს საბერძნეთი, მისი ისტორია, მითოლოგია და ასე შემდეგ. ვინაიდან და რადგანაც ახალი რუბრიკა, რომელსაც ვიწყებ, აი ამ ჩართვით, ეძღვნება ზუსტად ამ თემებს. გავაშუქებთ საბერძნეთს, მის გეოგრაფიულ გარკვეულ სხვადასხვა ადგილებს, მონასტრებს, ეკლესიებს, მუზეუმებს, სხვადასხვა სახელწოდებების ისტორიას განვიხილავთ, სხვადასხვა საინტერესო პიროვნებების ისტორიას განვიხილავთ და ანუ ძალიან მრავალფეროვანი იქნება ეს რუბრიკა და იქნება საინტერესო ძალიან ბევრი ადამიანისთვის. მოკლედ, დღევანდელი ეს პირველი ჩართვა ამ რუბრიკის მიეძღვნება ომონიის მოედანს და რატომ მაინც და მაინც პირველ თემად ავირჩიე ეს ომონიის მოედანი, იმიტომ რომ ომონიის მოედანი არის პირველი ადგილი, რომელსაც თითეული ჩვენგანი საბერძნეთში ათენში წასული ემიგრანტი ეცნობა ათენში. ხო, ჩემთვისაც აი ათენის გაცნობა და საბერძნეთის გაცნობა დაიწყო ამ მოედნიდან, როდესაც 2005 წელს მე ჩავედი საბერძნეთში და ათენის მიწაზე დავდგი ფეხი, პირველი ადგილი, სადაც მოხდი, სადაც აღმოჩნდი, ეს იყო ომონია, ის ფეხი ზუსტად დავდგი ომონიის მოედანზე. ამიტომაც ეს ჩემგან პატივისცემის ნიშნად ეს ვიდეო ეძღვნება ომონიის მოედანს. ომონია სმენიათ ეს სახელწოდება, ანუ არა მხოლოდ ათენში მცხოვრებ ქართველებს, არამედ ძალიან ბევრ სხვა ქართველსაც, საქართველოში მცხოვრებს და ასე შემდეგ, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ხშირად ახალ ამბებში და სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში გაჟღერებულა ხოლმე სახელწოდება, გამომდინარე იქედან, რომ ათენში ძირითადად ქართული ოფისები, ეხლა მართალია უკვე გაიშალა, ბევრად უფრო გაიშალა და გავიდნენ უკვე ქართველები სხვა ქალაქის სხვა რაიონებშიც, ანუ არის ქართული ოფისები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, რესტორნები, მაღაზიები და ასე შემდეგ უკვე ათენის სხვა უბნებშიც, მაგრამ თავიდან აი ლოკალურად ყველა ეს ორგანიზაცია, რომელიც არსებობდა მაშინ საბერძნეთში, ათენში მაპატიეთ ქართული, ძირითადად 90% იყო მოთავსებული მაინც ომონიის მოედანზე. დღესაც მეტწილად კი ბატონო, ისევ და ისევ ომონიაზე არის ეს ყველაფერი, მაგრამ უკვე როგორც გითხარით, გეოგრაფია გაიშალა და ჩვენი ქართული სხვადასხვა ორგანიზაციები, ბანკების ფილიალები და ასე შემდეგ, უკვე ძალიან ბევრ სხვა უბანშიც არის, გარეუბნებშიც არის და ასე შემდეგ. რაც ძალიან მახარებს. ეხლა დავუბრუნდეთ ისევ ომონიის თემას. და პირველ ყოვლისა შევეხები იმას, თუ როდის დაარსდა ეს მოედანი. ეს მოედანი თურმე თავდაპირველად ათენის რუკაზე გაჩენილა 1842 წელს. 1842 წელს, მაგრამ არა ომონიის სახელწოდებით, არამედ სხვა სახელწოდებით, პლატია ანაქტორონ ეწოდებოდა მაშინ, ანუ მეფეთა ხელმწიფეთა მოედანი. ვინაიდან და რადგანაც თურმე თავდაპირველად გამიზნული ყოფილა მაგ მოედანზე მაშინდელი მეფის სასახლის აშენება, აგება. მერე უკვე ვინაიდან ეს გეგმა არ განხორციელებულა და არ აშენებულა მანდ ამგვარი სასახლე, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ შეუცვალეს თურმე ამ მოედანს სახელწოდება და უწოდეს მას პლატია ოთონა, ანუ ოთონის მოედანი. ოთონი იყო თურქობისგან გათავისუფლებული უკვე საბერძნეთის პირველი მეფე და უწოდეს უკვე მისი სახელწოდება. ხოლო 1862 წელს შეიცვალა ეს სახელწოდება და მის შემდეგ ეწოდება მაგ მოედანს ომონიის მოედანი. პლატია ომონიას, ამგვარად ჟღერს ბერძნულად, ან პლატია ომონიას, ორივენაირად შეგვიძლია ვთქვათ, ანუ მახვილი შეგვიძლია დავსვათ ომონიას, აი აქ, ან ომონიას, ორივე ვერსია არის სწორი. ეხლა რატომ ეწოდება მას ომონიის მოედანი? სიტყვა ომონია ბერძნულად წარმოიშვება ორი სიტყვისგან, ორ სიტყვას აერთიანებს, ასე ვთქვათ. ომო, ანუ იდიო, ოდესღაც
ომოს ნიშნავდა იდიოს, ანუ იგივე, ომიოს, ხო, ფუძეც ერთი აქვთ. ანუ იგივენაირი, ომიოს. ხოლო სიტყვა ნია არის დაკავშირებული, აი ეს ნაწილი ნია არის დაკავშირებული ნუსთან. ნუს ბერძნულად არის გონება. ანუ იგივე გონება, იგივე აზრი, იგივე ფიქრი. აი აქედან მოდის ეს სახელწოდება და დღესდღეობით სიტყვა ომონია ნიშნავს ერთ აზრზე ყოფნას, შეთანხმებას, შერიგებას, მორიგებას, ჰარმონიას, ასე ვთქვათ. და რატომ ეწოდა მაინდა-მაინც მაგ მოედანს ეს სახელწოდება? იმიტომ რომ თურმე აი ზუსტად მაშინ იმ წელს 1862 წელს ომონიის დღევანდელ ტერიტორიაზე, ხო, მაგდაგვარი ხო არ იყო თავდაპირველად ომონია, სხვა სახე ჰქონდა, რა თქმა უნდა, აი რომელიღაც იქ მდებარე ახლოს მოედანზე მდებარე, ან მოედანთან ახლოს მდებარე შენობაში თურმე შეიკრიბნენ მაშინდელი პოლიტიკური სხვადასხვა დაჯგუფებების ხელმძღვანელები, რათა მომხდარიყო მათი მორიგება, შერიგება და ვინაიდან ეს მორიგება დასრულდა საკეთილ დღეოდ და მორიგდნენ ისინი და შეთანხმდნენ და დადგნენ ერთ აზრზე და აირჩიეს ერთი გზა საბერძნეთის მომავლისთვის და ერთი რაღაც სტრატეგია შეიმუშავეს, ანუ შეთანხმდნენ, აქედან გამომდინარე იმ დღიდან ეწოდა უკვე ამ მოედანს პლატია ომონიას, ანუ შეთანხმების, შერიგების, მორიგების და ჰარმონიის მოედანი. აი ესეთია ამ ჩვენთვის ცნობილი, ყველასათვის საყვარელი, კი მართალია, ძალიან არეულია ხოლმე სიტუაცია შაბათ-კვირას განსაკუთრებით და ძალიან ჭრელია და მრავალფეროვანი ომონია, მაგრამ ამასაც თავისი ხიბლი აქვს, სილამაზე აქვს და აი ამ ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი მოედნის სახელწოდება თურმე ამგვარი ისტორიის მატარებელი ყოფილა. და ამით დავასრულებ დღევანდელ ჩართვას. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, რომ თქვენთვის საინტერესო იყო ეს თემა და აწილეცდები, რომ კიდევ უფრო მეტი ამგვარი საინტერესო თემა გავაშუქო. მომწერეთ თქვენ კომენტარებში რა თემები გაინტერესებთ და როდესაც რამდენიმე ჯერ გაჟღერდება ვთქვათ ერთი და იგივე თემა, ვეცდები, რომ აი ის თემა ავერჩიო შემდეგი ჩართვისთვის. თუ არა და მაქვს გარკვეული ჩემი გეგმა და იმ მონახას მიყვები. დამიწერეთ კიდევ ერთხელ კომენტარები. მადლობას გიხდით ყველას, ვინც მწერთ კიდევ ერთხელ, აი უნდა ხშირად უნდა ვთქვა ხოლმე, იმიტომ რომ რჩებით უყურადღებოთ და აი ამის ძალიან მერიდება. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, კეთილი სიტყვისთვის, კეთილი კომენტარებისთვის, თითოეული გაზიარებისთვის. გთხოვთ კიდევ უფრო გააზიაროთ, მოიწვიოთ მეგობრები ჯგუფში, გაწევრიანდეთ თავადაც ამ ჯგუფში და მოიწვიეთ მეგობრები. ასევე ვისაც გაქვთ TikTok-ი ან YouTube-ი, შეგიძლიათ გამოიწეროთ TikTok-ზე და YouTube-ზე ჩემი არხი. კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება იმედი მაქვს და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. Addio, καλή συνέχεια. Bednierat.